მებრძოლი, რომელსაც ბედმა, დიდება და სკანდალი თანაბარი დოზით არ გუნა. სამართლიანი გულის წართმევა იყო, არ შევეწინააღმდეგები ამას, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა რო ასერჩება, ეგ არის დასაყრდენი უბრალოდ. არ მაინტერესებს ხალხის აზრი, ხალხის სკანდალები, ხალხის საუბარი, შედეგი მხოლოდ ერთია, ჩემპიონობა და მე ჩემპიონი ვარ, ქამარი ჩემია, ასე რომ სხვა მეტი არაფერი, მე უბრალოდ ჩემპიონი. გამა მაფია, მერვე ბრძოლა, გონგის ხმა და ორ წამში უკვე გამარჯვებული ყავს. იწყება, დაიწყო. ეს მეორე ორივე დარტყმა გაუტარა, ერთი კორპუსი, მეორე ჰუკი თავში, ხოჭა. ბაქარი ალბათ სირბილში მაჯობა, თორე დალშე ყველაფერში ვაჯობა. ქამარი ბაქართან ხონში დარჩება, თუ დედოფლის წყაროში კიდევ ერთხელ იზეიმებენ ჩემპიონობას. ქამარს რომ ავიღებ და მოვიგებ, პირველ რიგში მამა ჩემისთვის მოქვს პირობა მიცემული, იმ ქამარს მამა ჩემს გადავკიდებ მხარზე. მოგწონ თუ არ მოგწონს, მე ჩემპიონი ვარ, მე პირველი ნომერი ვარ და ეს ქამარი ჩემთან არის და ჩემთან დარჩება ყოველთვის. ყველაფერი 21 დეკემბერს გამას ოქტაგონზე გაირკვევა. აქ რო ვარჯიშობ, თავს გრძნობ ყველაზე მაგრად, თავდაჯერებულად ვარ და ფსიქოლოგიურად ვისვენებ, აქ მეტი სიმშვიდეა, მეტი სიწყნარია თბილისთან შედარებით. ჰავაც ისეთი არის, როგორ თქვა რა, ისეთი სუფთა ჰავა არის და სუფთა ჰაერი არის, რომ მე მაგალითად აქ რო მოვდივარ, მე არც დანამატები მჭირდება და არც ვიტამინები მჭირდება, ისეთი ჰაერი არის და ისეთი ჟანგბადი არის. დილით რო გავიღვიძებ ხოლმე, სირბილს რო ვიწყებ, ფილტვები ისე მეხსნება თითქოს და თავიდან დავიბადე რა. ეს დადიანების სასახლეა, ყველაზე სუფთა ჰაერი აქ არის ჩემი აზრით, ეპარკია და რავი რა, აქ გძნობ თავს თავდაჯერებულად და ყველაზე ძლიერად. თბილისთან შედარებით რა თქმა უნდა, თბილისში დარბაზებია რა თქმა უნდა, კაი დარბაზები, ბიჭებიც საუკეთესოა და სპარინგ პარტნიორები ყავს, ტრენერები ყავს. და ეგ დარბაზი და ეგ ბიჭები აქ რო იყოს, დამიჯერეთ რომ ბევრად გაიზრდება სპორტის დონე ჩვენთან საქართველოში, იმიტომ რომ საერთოდ ვინც სახელოვანი სპორტსმენია, თუნდ ოლიმპიური ჩემპიონები ავიღოთ, თუნდ სოფლიო ჩემპიონები ავიღოთ, ყველა არის რაიონიდან და ყველა არის სოფლიდან, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ მთებში იბადება ჩემპიონები და სოფლებში იბადება ძლიერი და ჩამოყალიბებული მებრძოლი. 65 კილოგრამის პირველი ჩემპიონის ბრძოლები გულშემატკივრებში დიდი განხილვის საგანი ხდება. წესების დარღვევის გამო ბაქარს ორგანიზაციამ ქამარი ჩამოართვა. შემდეგ კვლავ ჩართვა საჩემპიონო ბრძოლაში და სატიტულო შანსი ახალ ჩემპიონთან, ლევან იანქოშვილთან. მოგვიანებით ტიტული მანაც ვაკანტურად დატოვა. მფლობელის გარეშე დარჩენილ ქამარს კი კვლავ ბაქარმა შეუდია. ორგანიზაციამ გელენიძეს რთული ტესტი შეურჩია რამაზანაშვილის სახით. ბაქართან ბრძოლა შეუმთავაზეს, მაშინ ვიყავი 78 კილო და რომ შეუმთავაზეს იყო კვირა ნახევარი დარჩენილი რა და ეს ბრძოლა დაუფიქრებლად ავიღე, იმიტომ ავიღე დაუფიქრებლად, რომ დიდი სურვილი მქონდა, რომ გავხდარიყავი ჩემპიონი. ბევრი ვიწვალე, მაგრამ რაღაც ხარვეზების გამო, რაღაც ჩემი შეცდომების გამო ისევ წონა ვერ ჩავაბარე. ჩვეულებრივ ბაქარს კი მოუგე და უბრალოდ ამ წონის და მინუს ქულების გამო წაგებულად ჩავითვალე. მე რა თქმა უნდა ეგ ბრძოლა მოვიგე, ბევრი თვლის რომ არ მომიგია ეგ ბრძოლა, მაგრამ წესია რას ვიზავთ, გადააცილა სადღაც 2 კილო ნახევრამდე და ამას შესაბამისი ცვლილებები მოყვა გამადან, ქულები ჩამოერთვა, 3 რაუნდი მინუს ქულით დაიწყო, ის 3 რაუნდი ჩემი იყო და ბოლო 2 რაუნდიც მე წამოვიღე, ასე რომ მოგება მე დამჩა, ქამარიც მე დამჩა. რას ვიზავთ? გულშემატკივრებში კვლავ კონტრავერსული განწყობა გაჩნდა. ფაქტი ერთია, ბორბლები გელენიძემ ქამრით დატოვა და ეს ქამარი ჯერ კიდევ მისი მიღწევების კუთხეს ამშვენებს. ჩემი ჩემპიონობა, ეს ჩემი მოგება და ჩემი წარმატება, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ეს არის ჩემი ოჯახის დამსახურება, ჩემი მეგობრების დამსახურება, ჩემი გუნდის დამსახურება, ჩემი სოფლის დამსახურება. მე დავიბადე ამ სოფელში, ხუნის რაიონის სოფელ გორდში. აქ შევედი პირველად სპორტში.
მე 5 კლასში ვიყავი, რომ შევედი კიოკუშინ კარატეში, სკოლაში იყო ესეთი სპორტი და ჩემი პირველი სპორტის მასწავლებელი იყო გელა ჩიხლაძე და დღესდღეობით დღესაც ეგ ადამიანია სწავლის ამ სპორტს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დარბაზი ჩვენ არ გვაქვს სოფელში, არანაირი ხელისეწყობა ჩვენ არ გვაქვს სოფელში, არანაირი ინვენტარი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მასწავლებელი, ანუ ყოველდღიურად ავარჯიშებს ბავშვებს და მაინც იმის იმედით არის და იმის განწყობით არის, რომ სოფელში გაიზრდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მიაღწევენ მწვერვალებს და მოიგებენ, ასე რომ თქვა, დიდ ტურნირებს. 6 წლის ასაკიდან დავიწყე სპორტში მოღვაწეობა. პირველი ჩემი მწვრთნელი იყო თამაზ ყარაგვიზაშვილი. მამაჩემმა შემოყვარა ეს სპორტი, იმიტომ რომ მამაჩემიც სპორტსმენი იყო, ვარჯიშობდა. და მისი გადაწყვეტილებით დავიწყე 6 წლიდან ვარჯიში. 6 წლიდან რაც ვარჯიში დავიწყე, იმის შემდეგ მე სპორტზე არც გავჩერებული ვარ და თავი არ დამინებებია სპორტისთვის. და დღესდღეობით უკვე ვცდილობ, რომ უფრო და უფრო გამოვჩნდე. და წინ მაქვს დიდი მომავალი, ვიცი ეს ყველაფერი და მაგიტომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მე მიყვარს, რაც მე მიზიდავს. რამაზანაშვილი ორგანიზაციაში ხმამაღლა შემოვიდა და ასევე ხმამაღლა განაგრძო შემდეგაც ასპარეზობა. დედოფლის წყაროელ მებრძოლს ორგანიზაციაში ერთ-ერთი საუკეთესო დოსიე აქვს. ჩიქოვანი, შეღვიაშვილი, გოგრიჭიანი, გელენიძე და მალე ისევ გელენიძე. გარდა ბაქარისა, სადაც ქულების უმცირესობით მოუწია ვალერს გამოსვლა, ნათლიამ ყველა ბრძოლაში იმარჯვა, თანაც დამაჯერებლად. ბაქარ გელენიძემ ამ რემატჩისთვის 25,000 ლარიან გრან-პრიში ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ხონელი სადისტისთვის ფულად პრიზზე მნიშვნელოვანი ტიტული და პრინციპები აღმოჩნდა. მე გრან-პრიში მონაწილეობდი. ეხლა აქ რო ხელი დავიზიანო, აქ რო ხელი ვიტკინო, ვიღაცა ჭეკლასის მოჭხუბარს რა ხვდები, რამაზანაშვილს ხვდები, დამტყმელების ხვდები და უტრანოდ მაქედან გამოსვლა ძალიან რთულია. ამიტომ ძალიან დიდ რისკზე წავედი მე, რომ მაგ ბიჭთან მეჭხუბა და თქვენ რო ფიქრობთ, რომ მე თითქოს და ვიღაცებს ვარჩევ, ეგრე არ არის. შეიძლება ამ ბრძოლიდან გამომდინარე საერთოდ გრან-პრი გამოვტოვო, ტრანო ავიკიდო, ან რამე ხელი დავიზიანო, ან რამე, იმიტომ რომ იმ თვეში 10 იანვარს, 12 იანვარს კიდე ბრძოლა მაქვს მე და შემდეგ თებერვალშიც კიდე ბრძოლა მაქვს. ამიტომ არც ერთ თვეს მიავტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები თითო თვეს ტოვებენ, ისვენებენ, დასვენებულები ამოდიან, მე ამ ჩხუბის გამო არც ერთი თვეს გამოტოვება არ მიწევს, არც დასვენება მიწევს. წონის კლება მიწევს 62-ში ყოველ თვე დაახლოებით, ასე რომ ძალიან დიდ რისკზე მივდივარ და თქვენ რო გონიათ, რომ მე თითქოს და ბრძოლებს გაურბივარ, ან ბრძოლებს ვირჩევ, ეგრე არ არის და ამ ბრძოლით დავამტკიცებ მე, რომ ეგრე არ არის. ორი აზრი არ არსებობს, რომ რამაზანაშვილიც იგივეს გააკეთებდა. ვალერი სწორედ ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის ჩამოდის მისთვის საკმაოდ რთულად დასაკლებ წონაში. გრან-პრის რაც შეეხება, შემოთავაზება მქონდა, რომ გრან-პრიში მეჭხუბა 62 ნახევარში და მე მაგ წონას ვერ ჩავაბარებდი ფიზიკურად, თან მე არც მინდა რომ ჩავაბარო ეგ წონა და არც 73-ში არ ვიბრძოლებდი, იმიტომ რომ მე ვარ სპორტსმენი, მე ვარ მოკრივე, მე წინ დიდი მომავალი მაქვს რა. და რაღაც 25,000-ის გამო ნამდვილად არ დავიმტრევ ხელებს და არ გავიფუჭებ მომავალს რა. ასე რომ მაგაზე კითხვები იმედი აღარავის დაებადებათ. მე არავისი არ მეშინია ამ წონის შემდეგ, ამ წონაში კამერს რო ავიღებ, შემდეგ უკვე ზევით რომ გავიხედავთ, ყველაფერს დავინახავთ კაროჩად. ეხლა ჩვენ ვართ ოკაცის კანიონზე. ეს არის ხონის რაიონის სოფელ გორდში, ერთ-ერთი ღირს შესანიშნავი ადგილი არის, რომელსაც სტუმრობს უამრავი ტურისტი. აქ ჩამოდიან სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი ქვეყნიდან ტურისტები და აი გაუცებულები მიდიან, თქვენ თუნდაც ნახავთ, ეხლა რა სანახაობა გულოდება წინ. მე ამ ადგილას რო ვცხოვრობ და ამ ადგილას რო დავიბადე, მაძლევენ საშუალებას, რომ მე ეს ტერიტორიები ვირბინო. აქ არის დაახლოებით 1000-ზე მეტი საფეხური და ეს საფეხური მე მიძლიერებს, მუხლებს, ესე რომ ვთქვათ და ამ საფეხურებს ჩავდივარ, ზემოთ მე შემდეგ კილომეტრ-ნახევარში ბოლოში გავდივარ და მე ამოვდივარ ზემოთ. რავი, აქ რომ მოხვალ და ამას რო შეხედავ, დაინახავ ისთვის ღირს ცხოვრება, მიხვდები აი
უფრო იამაყებ შენი ქვეყნისთვის, შენი სოფლისთვის, ესე რომ ვთქვა და აი როგორ ვთქვა, არ ვიცი, აქ ისეთი სილამაზე იშლება და ისეთი გასაოცარი ჰავა არის, რომ იტენები ესე რომ ვთქვათ, ვიტამინებით, ნატურალური ვიტამინებით ესე რომ ვთქვათ. გასაოცარი ჰაერი, გასაოცარი მთები, გასაოცარი ბუნება, ერთი სიტყვით შეუდარებელი ადგილია და ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ, ესტუმროთ ამ ადგილს და დატკბეთ ესეთი ლამაზი სანახაობით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და მაქსიმალურად შევეცდები რომ გორდის ხსენებაზე არა მხოლოდ კანიონები გაახსენდნენ, არამედ ბაქარ გელენიძეც იყოს მანდ ხსენებული, იმიტომ რომ მე აქედანა ვარ, მე აქ დავიბადე და აქ გავიზარდე და გორდის ხსენებაზე არა მარტო კანიონებს გაჟღერდება, არამედ ჩემი სახელით გაჟღერდება, ამაში დარწმუნებული იყავით ყველამ. ჩემი მოგება და ჩემი წესვლა მარტო ბაქარ გელენიძეს არ ემსახურება, ეს ემსახურება ჩემ სოფელს, ეს ემსახურება ჩემ ხალხს, ეს ემსახურება ჩემ რაიონს და მე თუ შევძელი დიდი მწვერვალების დაპყრობა, რა თქმა უნდა და თუ შევძელი იმ სიმაღლეზე ასვლა, მე მინდა რომ დავბრუნდე ჩემ სოფელში და აი ეს ინვენტარები, აი ეს დარბაზი გავაკეთო და აქედან წამოვიდეს ახალი თაობა, ესე რომ ვთქვათ, ძლიერები და მე დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ჩემ სოფლიდან ისეთი ბიჭები გაიზრდება და მე ამას გავაკეთებ რომ გახდებიან ძალიან დიდ მწვერვალებს დაიპყრობენ დაავლიან მაღლა და მაღლა, რა თქმა უნდა და ჩემ სოფელს გაიცნობს, აი საქართველოს მარტო არა, მთელი მსოფლიო, რა თქმა უნდა. არ გამოტოვო წლის დამაგვირგვინებელი ივენთი გამა all in 21 დეკემბერს 6 საათზე შატილის 4 ნომერში.